დემოკრატიის ინსტიტუტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მომსახურების სერვისების შესწავლა და ამ სერვისების მომხმარებელთა უფლებების დაცვის კამპანია დაიწყო. პროექტი მიზნად მომხმარებელთა უფლებების დახვეწასა და კომუნიკაციის გამარტივებას ისახავს. არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ამ ეტაპზე გაზმომარაგების, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების, სანდასუფთავების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ მომხმარებელთა უფლებების იმ ხარვეზებზე ისაუბრეს, რის გამოსწორებასაც აუცილებლად მიიჩნევენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ამ სფეროში პრობლემების უკეთ. გამოსაკვეთად არასამთავრობო ორგანიზაცია მსგავს შეხვედრებს სამომავლოდაც გეგმავს. პროგრამის პრეზენტაციას სხვადასხვა კერძო კამპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კომპანიებთან, მოქალაქეთა და იურიდიული პირების ურთიერთობის სისტემის გაუმჯობესებაზე საუბარი. დღეის მდგომარეობით, ხო, სხვადასხვა კომპანიაში მეტნაკლებად არის განვითარებული, ზოგან განუვითარებელია საერთოდ და ჩვენ ამიტომაც მოვიწვიეთ ეს კომპანიები, სამოქალაქო სექტორის მედიას, პოლიტიკოსებს, რომ ერთად შევეცადოთ, რომ აი ეს სისტემა გაუმჯობესდეს და მოქალაქე რო ურთიერთოს მაგალითად ენერგოპრო ჯორჯიასთან, იქ არსებობდეს სისტემა, რომ მიიღოს პასუხი დროზე, ეფექტურად და კონკრეტულად. ეს ეხება ყველა მომსახურების სერვისს და ასევე გვაქვს დამოკიდებულება, რომ თუნდაც დაგვეკავშირდება და ჩვენ ნახვა ძალიან მარტივია, რომ რომელიმე მომსახურების სერვისში შეექმნა პრობლემა, ჩვენ ჩავერთვავით ამ პრობლემის მეგვარებაში.